გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ თქვენთან ვარ და დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც მოღვაწეობს ენერგეტიკაში, მაგიურ თემებში, ადამიანი, რომელმაც გაიმარჯვა ექსტრასენსების ბრძოლაში ტალინში, ორჯერ გაიმარჯვა და მე მგონი წინ საინტერესო თემები გველოდება, იმიტომ რომ აინტერესებს ადამიანებს ზოგადად აი ამ ნეგატიურ მაგიურ ზეგავლენებზე. მეც ვეჯახები ხოლმე ამ თემას, როგორც ასტროლოგი და როგორც კონსულტანტი, ზოგჯერ ვეჯახები ისეთ სიტუაციებს, რომელიც არ აიხსნება მარტო ფსიქოლოგიით, ან მარტო კრიზისებით, ან მარტო ციკლებით და ზოგჯერ არის, რომ რაღაცა არის ადამიანში ისეთი აუხსნელი. და მოდი დავიწყოთ ანზორი ყველაზე რთული რაღაცა, ჯერ ტერმინები განვსაზღვროთ. ან როცა ჩვენ ვამბობთ ნეგატიური ზეგავლენა, რა იგულისხმება ამის ქვეშ? მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ამ წამოწყებას და საინტერესო არის ადამიანებისთვის შეეხონ ყოველთვის მიღმე რა მოუხსნელ საინტერესო თემებს და ამიტომ გექნებათ მაღალი ყურებადობა. მადლობა. რაც შეეხება ნეგატიურ მაგიურ ზემოქმედებებს, აქ იგულისხმება ზემოქმედება ადამიანზე, რომელიც მის ცხოვრებაში ან მასზე, ან მის ირგვლივ იწვევს ნეგატიურ მოვლენების ერთობლიობას, რომელიც ადამიანს აზიანებს. მის ასიცოცხლო ენერგიას, მის ყოფას, მის განვითარებას ახშობს. ამას რა თქმა უნდა უამრავი ჩაშლა აქვს, როგორც სამეცნიერო მიმართულებით არის დაავადება და მე უკვე მიმართულებები დაავადებების რა შეიძლება ეს იყოს. თუმცა ნეგატიური მაგიური ზემოქმედებები განმარტავს, რომ ეს არის კონკრეტულად მაგიის გამოყენებით, ანუ არა რადიაციით და არა გასაგებია. და როგორ გამოვყოთ, ნახეთ, ანუ როცა გვაქვს ახლა ვერ ვწდებით კრიზისების პერიოდი გვაქვს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასე ვითარდება სამყარო კრიზისებით, ხო? ეს შეიძლება ემოციური კრიზისი იყოს, ან ნებისმიერი ფიზიკური კრიზისი იყოს, ფსიქოსომატური რეაქცია იყოს და ძალიან ხშირად ვეჯახები იმას, რომ ადამიანს აქვს წარუმატებლობის პერიოდი და მეუბნება, რომ მაგიური ზეგავლენა მაქვს. და ამდენი მაგიური ზეგავლენა არ მგონია იყოს სამყაროში, ხო? სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ეს სადაო საკითხია საქართველოში დღეს გამრავლდნენ ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების მოწყობა სურთ მაგის დახმარებით და ცხოვრების დაალაგებაში მოისაზრება მტრების, კონკურენტების მოშორებაც. ხშირად კი. კიდევ მაგიას სიყენებენ იმისთვის, რომ უბრალოდ სხვა ადამიანების ცხოვრების ფორმები შეაჩერონ, მათი წარმატება, გამზადებული რესურსი საკუთარ თავზე გადმოიტანონ და ეს ტექნიკები, ეს ტექნოლოგიები იმისდან მიუხედავად, რომ ბრმად ისვრიან, ეს და ესეთი კარგი გამოცდილება არ არის სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ. ხო, მაინც მოქმედებს. პრაქტიკაში ვერ ვიტყვით იმას, რომ მაგიური ზემოქმედებები დღეს არის იშვიათობა. ვერ ვიტყვით მაგას. კარგი, მაშინ ასეთი რაღაცა ვთქვათ, ზოგადად პრინციპული განსხვავება რა არის სამუშაო ფორმატში. დაუშვა ჩავ მაგიას, როგორც ეხა ასეა რა, ხშირად მისვლის შავი მაგია, თეთრი მაგია, რა პრინციპული განსხვავებაა? ანუ შეიძლება რასთან არის ეს განსხვავება დაკავშირებული და იგივე რასაც უძახიან თეთრ მაგიას აკავშირებენ მარტო კარგ საქმესთან და შავ მაგიას მარტო ცუდ საქმესთან და აი ეს აგვიხსენით თუ შეიძლება? პირველ რიგში რაც მინდა რომ საიდანაც გვინდა რომ დავიწყოთ, ეს არის ადამიანების მიდრეკილება. აი მაგალითად საქართველოში ყოველთვის გქონდა ორი რელიგია, მართლმადიდებლობა და ამაზე ცალკე გადაცემა უნდა ჩავწეროთ აუცილებლად. და წარმართობა. ეს ერთმანეთთან ისე კარგად იყო შერეული, რომ სად თავი და სად ბოლო ვერ გაერკვევი, მაგალითად შობას ღორის თავს რა უნდა ხო ვერ აქვს. რატო უნდა დააჭრა გარდაცვალებულს ფრჩხილები, რომ ბარაქა დარჩეს სახლში. ვერ აღხსნით, მაგრამ თაში ამას აკეთებენ თქვენთან. ხო, და არის კიდე უამრავი, მაგალითად, რატომ უნდა იყოს ნალი მაინდა-მაინც შემოსასვლელ კართან. ჩვენთან ესე მოხდა ადაპტირდა, რომ ჩვენი ფსიქიკა არის წარმართული და ამ შემთხვევაში ასევე არის
ფანატიკური ან ჩვეულებრივი მართლმადიდებლური ეს თქვა სწორი განვითარების. სწორი განვითარების აქ კიდევ ბევრი საკითხი არის. შესაბამისად, რადგანაც ცხონების გზა მატერიალზე არ მუშაობს და ცხონების გზა არ მოიცავს პრაქტიკულ მიწიერ განვითარებას, ფინანსურ კეთილდღეობას, პარტნიორულ წარმატებას და ასე შემდეგ. ანუ ის რაც მე დღეს ცხოვრებაში მინდა ამას ცხონების გზას ეს არ მოაქვს, არის მეორე მხარე, რომლისკენაც ადამიანი მიდრეკილი არის, ანუ ჩვენი კეთილდღეობის მოწყობა. აი აქ უკვე მოდის ის მაგიური ნაწილი, რომელსაც ახლა ჩვენ უფრო სწორად ავხსნით. შავი და თეთრი მაგია, როგორც ესეთი არ არსებობს. მეც ასე მგონია. ფერი და ფორმა არ გააჩნია. და წითელი მაგია კიდე გამიგია. ალბათ ეს უფრო უკეთესი არის ტერმინისთვის, რომ ვიღაცამ ეს ახსნეს. რას აკეთებს, ან რა გზაზე დგას და ასე შემდეგ. ძირითადად შავი მაგები არიან ის ადამიანები, ვინც განადგურებაზე მუშაობენ თავისი გზით. ოღონდ ეს არ ნიშნავს ცუდი, რაღაც რომ შენ ჯერ უნდა დაანგრიო, გაწმინდო, დაასტერილო და მე ნუ ჩვეულებრივი თანხლები პროცესია ცხოვრების, კი. ამიტომაც ესეთი ადამიანები არიან ქართული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც აწესრიგებს ზედმეტ სიკეთეს, ზედმეტ მშენებლობას, ზედმეტ ნაყოფიერებას. ნუ ბალანსია, ხო, სიბნელის და სინათლის. შავი მაგები საზოგადოებაში არ ჩანან. ესენი ძირითადად დამალულ ცხოვრებას ეწევიან. შავი მაგის განადგურებისთვის საკმარისია რომ გავიგოთ ის რას აკეთებს და უქმდება მის ზემოქმედება. აი თეთრი მაგები, შავი კუდი. ნუ პირობითად ხო, პირობითად თეთრი მაგები. შავი კუდი, თეთრი მაგები ხო. ანუ ეს ადამიანები უფრო ეწევიან ისეთ აქტიურ, ეს თქო, სოციალურ ცხოვრებას, სადაც სხვადასხვა რაღაცებს თავაზობენ. ცით რა არის როცა მტერი გებრძვის და შენ მისგან თავს იცავ, კითხვა ჩდება ეს შავი მაგია თუ თეთრი მაგია არის, ხო? როცა შენ შულს იცავ იმისგან რომ ის არ დაზიანდეს და რეალური საფრთხეულობა და იყენებ ამ ერთადერთ ძალას, რომელიც იმ დროს გაქვს, ეს შავი ძალებია თუ თეთრი. ხო, ანუ აქ შემიძლია ასეთი კითხვა დაგისვა, მაგალითად მე გამიგია ეს ძალიან ცუდი რამეა, რომ დაუშვათ მიდიან და ეკლესიაში დგავენ სანთლს ცოცხალ ადამიანზე, როგორც მიცვალებულზე და პანაშვიც უკვეთავენ ცოცხალ ადამიანს. ეხლა ეს რომელი მაგიაა, შავია თუ თეთრია? ანუ ქრისტიანულ ლოცვებს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანი დააზიანონ. და აი ამ ძალას აქვს მხარეები, ხო? რადგანაც მან და არის გათვლილი ადამიანის სიცოცხლის ფორმები არ არის მაინდა-მაინც მნიშვნელოვანი, მაშინ რაც უფრო სწრაფად ცხონდება, მით უფრო უკეთესი. ხო, შეიძლება მისთვის სასჯელის მოვლენა. ჩვენ ვიცით ეს ბევრი არსებობს, როცა მითები არის, როცა ადამიანები ისჯებიან, ეწამებიან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხდება იმისთვის, რომ სულერად განვითარდეს და უბრალოდ ეს ზემოქმედებას თუ არა არ ვიცით. რაც შეეხება ეკლესიას და მაგიას, ეს განუყრელი ურთიერთქმედებაა, იმიტომ რომ ბევრი ეკლესია პირველ რიგში ის ადგილას დგას თბილისში, სადაც წარმართული კულტები იყო. აუცილებლად ყოველთვის ასია, კი ძალის წერტილებში დგას. ეს ერთი პლუსი, რატომაც შეიძლება ეს გამოყენებული იყოს. მეორე არის რა, რომ მოქმედებების ერთგვარი რიტუალი, რომელშიც ხდება ჩართვა. იგივე ჩვენ ვიცით ჯვრის წერის დროს, როცა იქ მიდის ჯადოქარი, ალქაჯი და ასე შემდეგ და ეს თქვა პატარძალს თხოვს, რომ ჩემ შულზე დაანთე, სანთელო ისიც გათხოვდეს, შენი მადლი იქნებ მასზე გადაიქცეს. ეს მაგიური მოქმედებაა. როცა მიწას აკურთხებინებენ სამღვდელო პირს, რომ სასაფლაოზე წავიდებ და მე სახში მიაქვთ მასთან და კარების წინ უყრიან, ესეც ნეგატიური მაგიური ზემოქმედებაა. ანუ როგორ გამოიყენებ? მოკლედ ამაზეა საუბარი. ანუ ესე იგი მივდივარ ზნეობრივ საკითხებზე. ზიარების ასე ვთქვათ, სასწაულსაც და აი ამ მადლსაც ეხებოდნენ და მკითხაობდნენ შემდეგ და ამიტომ აიგრძალა რომ ეკლესიაში ადრე ატანდნენ ზიარების ეს ვთქვათ სისხლს და ხორცს რომ როცა მათ მოუნდებოდათ მაშინ მოეხერხებინათ ზიარება და მე ჩამოყალიბდა ესეთი რაღაც რომ უკვე ეს
მხოლოდ იქ უნდა მომხდარიყო. ძალიან საინტერესო თემა იკვეთება. ეხლა დღეს ცოტა სხვა მიმართულება მინდა რომ მივცე, იმიტომ რომ პირველი გადაცემა ამარ ძალიან საინტერესო თემა იკვეთება. ჩემთვის საინტერესო ყოველ შემთხვევაში, აი ეს ქრისტიანული რიტუალები შიგნიდან დანახული. სად არის აქ აი ეს მაგიური, იმიტომ ყველაფერი მაგია, ანუ სიტყვის მაგია, როცა ლოცვას კითხულობ, ეს მაგია, ეს სიტყვის მაგია. ამიტომ ძალიან დემონიზირება ამ სიტყვის მაგიის მე მგონი არ არის საჭირო. ხო, უფრო სასწაულებზე აგებული მართლმადიდებლური მაჩვენებლები, მაგრამ მაგია თვითონ სიტყვა არ არსებობს. ანუ რასაც ჩვენ ტერმინ მაგიაში გულისხმობ, სიტყვა მაგიაც არ ხსნის, იმიტომ რომ მაგია ეს არის შემოსული სიტყვა, რომელიც ასევე მღვდელმსახურებას აღნიშნავს, გარკვეულ ცეცხლთაყვანის წარმართული პანთეონიდან გამომდინარე. მე დავარქმევდი სიტყვა მაგიას შემოქმედებით ძალას. აი მე როგორ განმარტებას ვაძლევ ჩემთვის მაგიას. ეს არის რაღაცა შეცვლილი დახვეწილ იდეის დონეზე, რომელიც მერე იღებს მატერიალიზაციას მატერიალურ სამყაროში. შემოქმედის ძალა, შემოქმედებითი ძალა და ამას შენ გამოიყენებ რისთვის, ეს უკვე შენზე დამოკიდებული. მაგრამ იმას, რასაც ჩვენ ვაწყდებით, აი რაც ახლა ჩამოხსენეთ, ეს არ არის მაგიური ნაწილი. ეს არის ჯადოქრობა. ჯადოქრობა. ანუ განვასხვავოთ ეს ტერმინები, მაგია და ჯადოქრობა. ჯადოქრობა ეს სხვა რამე არის, სხვანაირად ფორმირდება ესეთ უცნაურ რაღაცაზე, რამე თუ არის მოქმედი, დაშვებული ნებადართული მოქმედება, რიტუალი, იქ ჩავდებთ იმ კოდს, რომელიც ჩვენთვის ასურველია და ვცვლით შედეგს. ესე იგი, მივდივართ იქამდე, რომ ჯადოქრობა ეს არის არა ქაოტური რაღაცა მოვლენა, არამედ გარკვეული კონსტრუქცია, რომელიც იდება და მაშინ ისმის ამასთან დაკავშირებით კითხვა. ვადა ამ კონსტრუქციის, აი, როდისღაც იწყება და როდისღაც ხომ უნდა დასრულდეს დაუშვათ. რამდენია ქვადა, თუ უსასრულოდ იმუშავებს ეს კონსტრუქცია, თუ ადამიანი დაუშვათ არის დაკავდება ამ თემით კონკრეტულად. იცით რა არის რიტუალური მოქმედებები, რომელიც მოიცავს სამუდამო მოქმედებას. საგვარეულოს და კიდე ბევრ თაობაზე გადადის და არსებობს ესეთი მოქმედება, მაგალითად დავიღოთ ყველაზე რთული, სასიკვდილო ზემოქმედება. ადამიანს გაუკეთეს სასიკვდილო ზემოქმედება, ანუ სანამ ის არ შეასრულებს თავის დასახულ მიზანს, დავალებას ის მოქმედებს. მაგრამ სანამ შეასრულებს, მანამდე გამოიწვევს ქაოსს, ტრანვებს, ფსიქოლოგიურ არეულობას, ფინანსურ დანაკარგებს, ბევრ დეტალს ეს თქვა შეეხება სანამ ძირითად სასიცოცხლო არხებს შეეხება და ბოლოს დადგება უკვე სიკვდილი და იქ გაჩერდება. თუ ამ შემთხვევაში აი ამ ზემოქმედების დროს დაიბადება ბავშვი, მაშინ ეს ზემოქმედების თანაზიარი იქნება ის ბავშვიც. გადავა ბავშვზე მარტივად რო ვთქვათ. ამიტომ რთულია წესით ყოველთვის უნდა მოიხსნას, უნდა გაუქმდეს, უნდა განადგურდეს მსგავსი მოქმედებები, უნდა იყოს ამოცნობელი, რომ მას არ ქონდეს ზემოქმედების განმძობითი ფორმა და მაგალითად კიდევ ესე აუკეთებენ აი ამ ადამიანს ერთს, მაგრამ გვარში ყველაზე სუსტზე მოქმედებს. ეს უფრო საგვარეულო თემებზეა საუბარი, ხო? მაგალითად ოჯახში არის მნიშვნელოვანი აი ვიღაც პოლიტიკოსი რომელიც თავის ენერგიით, მოცულობით უფრო ძლიერია. მაგრამ ასევე სახში არის მისი მშობელი, რომელიც უფრო სუსტია. ხო და აი ეხლა გადავდივართ აი ამ საკითხზე. აი რა როლს თამაშობს უშუალოდ ამ ადამიანის მდგომარეობა, თუნდაც ფსიქოემოციური მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, ანუ რამდენად შეუძლია ადამიანს რომ დაუპირისპიროს თავისი მდგომარეობა. აი არიან მყარი ადამიანები, არიან რასაც უძახით ჩვენ, ამ ადამიანს ბუნებრივი დაცვა აქვს ძლიერი. ხო აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ან იგივე შიში, იგივე ხო, ანუ რაღაცაში როცა აკვიატებული გაქვს რაღაცა, ხო, აი ღუზა რა არის ამისი? კი, ნახეთ, უცნაური ამბავი არის ის, რომ დაცვა რა თქმა უნდა არსებობს, ანუ თუ არსებობს რადიაცია, შეგვიძლია ჩავიცვალოთ შესაბამისი სამოსი, რომელიც დაგვიცავს. სიძლიერე ფიზიკური არ ნიშნავს იმას, რომ ზემოქმედება შენზე არ აისახება, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ვერ მოგირება. ანუ შეიძლება ენერგეტიკულ ჩარჩოებში ან ჩანთებში განაწილდეს და სანამ შენ სულიერად არ დამარცხდები, დეპრესიაში არ ჩავარდები, ეს ზემოქმედება არ წამოგეწევა, იქნება თავისთვის შენახული.
ასევე არსებობს შიშის ფაქტორი. რა თქმა უნდა, როცა გეშინია, შენ სხვისი ზემოქმედება შეიძლება საკუთარ თავზე გამოიტანო. კი, შიში. ხო, შიში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ძარ კონდეს, შეიძლება საკუთარი თავი მოაქციო ამ ზემოქმედებაში და მე რომ უყურებთ, ვერ ხვდებით საიდან არის, მაგრამ არის ზიანი. ეს არის შიშს პროვოცირებას უწევს ზემოქმედების გამოწვევას. შეიძლება სხვისგანაც კი ავიღოთ საერთოდ ის, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნება. ამ შემთხვევაში მოდი ესეთი მიმართულება გავყოთ. მაგიური ზემოქმედება ყოველთვის ჯადოქრული ზემოქმედება ყოველთვის მოქმედებს. მაგრამ შეიძლება მიმღები, ანუ ადამიანი იმდენად ძლიერი და გაფრთხილებული და სწორად დაცული იყოს, რომ ეს ზემოქმედება განარიდოს, აიცილოს, გაუშვას, გაიწმინდოს ბუნებრივად. აი მაგალითად, თუ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს მის გარშემოყოფებს, იცავს თავს, არ უშვებს იმ შეცდომებს, რომელსაც მაგალითად უშვებს ყველა და შეიძლება დაიცვას თავი. ყველას ეს ზემოქმედება არ არის ისეთი, არის მეფეებს კლავდნენ. მეფეებს კლავდნენ მაგიური ზემოქმედებით. ანუ არ არსებობს ისეთი ზემოქმედება, რომელიც ადამიანზე 100%-ით იმოქმედებს და მისგან ვერ გავთავისუფლდებით, მაგრამ ასევე არსებობს ის ტერმინი, რომ არ არსებობს ისეთი დაცვა, რომელიც 100%-ით ყველაფერს გასაგებია, ხო და მაშინ მითხარი, აი როგორ ატყობ შენ, რომ მართლა ეს არის ზემოქმედება და არა ფსიქოლოგია, ან ფსიქოსომატიკა, ან უბრალოდ წარუმატებლობა, ან უბრალოდ ის, რომ ენერგეტიკა ადამიანის დისბალანსში ამოსული სიტყვაზე. შენ როგორ ატყობ ამას? აუცილებლად ეს ხარის დიაგნოსტიკის საფუძველზე. ყველაზე კარგი მეთოდი ამისთვის არის გამოკვლევა მისი სასიცოცხლო ენერგიის აწმყოში და წარსულში, რომ შედარდეს. როცა მაგიური ზემოქმედება აღინიშნება ადამიანს, არის მკვეთრი სურათის ცვლილება, მკვეთრად სურათის ცვლილება, გაუარესება არა ლოგიკურ ჩარჩოებში, არამედ არალოგიკურ. ხო, ზოგჯერ არის, რომ ციკლებით ვერ ვხედავ, რომ მქონია შემთხვევა, რომ ციკლებით ვერ ვხედავ, რომ აი აქ ასეთი საშინელი სურათი უნდა იყოს და ამ დროს ადამიანი ვერ გამოდის. აი მე ეხლა ამ თემაში არა ვარ, მაგრამ მაინც ადამიანებთან ვმუშაობ და ზოგჯერ ვატყობ რას იცი, გამეორებადი სურათები, სულ მეურდება და ვერ ამოდის ამ გამეორებად სურათიდან. ხო, აი ეგ შეიძლება კიდევ იყოს ციკლური კარმას რო ეძახით, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თვითონ აი საბედისწერო ენერგია მოიწება. მაგრამ აი როცა ზემოქმედებას ვატყობთ, პირველ რიგში ასაც პირველი აი მაჩვენებელი რაც არის, ეს არის სასიცოცხლო ენერგიების დაქვეითება. უდაბლესი დონე, როცა უკვე ადამიანი ვერაფერს ვერ უმკლავდება თვითონ. მერე უკვე იწყება დანარჩენის გამოკვლევა რა. აი მაგალითად თუ გუში მდიდარი იყავი და დღეს უცებ გაღარებ, კითხულობ. ან ჯამთელი იყავი და დღეს უკვე ცუდად ხარ, ხო? არანაირი წინასწარი მიმართულებები. ასევე არის ჯამთელობის პრობლემა. შენ თუ დიდი ხანია ჯამთელობას ებრძვი, რომ გამოსწორდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს არ შეიძლება მარტო ჯადოს ბრალი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა. სრულიად ჯამთელი ხარ და უცებ მოწყვეტით დაეცი. აი, უკვე შეიძლება რომ ვიფიქროთ რაღაცეები ისე არ მიდის როგორც საჭიროა. ეხლა მე მინდა ვილაპარაკო ესეთ მომენტზე, როგორც არის ეთიკა. იმიტომ რომ ამაზე თითქმის არ ლაპარაკობენ და საინტერესოა, ანუ შენ ტრადიციაში, შენ გაგებაში როგორ ხდება აი ეს, ატკაც უძახიან ამას, ანუ დასჯის მექანიზმი, ბალანსის კანონი, დაუშვათ შეცდომებზე დაცვა, რამდენად დევს პასუხისგებლობა იმაზე, ვინც უკვეთავს ადამიანს, ხო, შემსრულებელს, ვინც უკვეთავს, თუ თვითონ შემსრულებელზეა და როგორ ხდება აქ დაბალანსება? უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ, ტრადიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რომ იმ ტრადიციაში, რომელშიც შენ ხარ, არსებობს რაღაც კანონმდებლობა, რომელსაც უნდა დაეყრდნ. მაგრამ არსებობს ზოგადი მაგიური ეთიკა, რომელსაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს უფრო სწორი იქნება. პირველი და მთავარი ეს არის, რომ ადამიანი იქამდე არ უნდა მოკლოს, სანამ რამე სხვა ზემოქმედება მოკლოს. ანუ შეშინების ფორმატი, რომელიც სამწუხაროდ ხშირია დღეს საქართველოში, შესაძლებლო ჯადო გაქვს და ვსო. ხო?
არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ სასიკვდილო მაგიურ ზემოქმედებას ახლავს შემდეგი ამბავი. 90 დღეში უნდა მოკლას ადამიანი. აჰა. თუ არ მოკლა 2, 3, 4 წლის სასიკვდილო ჯადო არ არის. ანუ არ არის გასაგები. პროფესიონალურად გამზადებული მაგიური ზემოქმედება უნდა მოკლას 90 დღეში მაქსიმუმ. ყველაფერი დაასრულოს. ამიტომაც წლობით ამას არ ემაშვებით, რა ქვია. მეორე არის, აი მაგალითად მე როგორ შევფი, თუ ხედავ ადამიანს, რომ რაღაცაში ვერ დავეხმარები, აი ამის გაუქმება, მისი განკურნება არ შემიძლია, ამას საერთოდ არ ვსაუბრობ. აი მაგალითად შენ გაქვს რაღაც ეს პრობლემა და მე ამაში ვერ დაგეხმარები, მაშინ ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ის რაც უნდა მოხდეს და ვერ ვცვლი ვერანაირად, აზრი არ აქვს ამის წინასწარ თქმას. მაგრამ თუ ვიცი რომ აი ამ კონკრეტულ რაღაცაში მე შეძლებ მის დახმარებას, ვეუბნები რომ თუ მე აი ეს პრობლემა გაქვს, მოდი არ გავამუქოთ ეს სიტუაცია და არ გეტყვი ფსიქოლოგიურად რა შეიძლება ეს იყოს და შესაბამისად მოხსნათ. თუ მომყვება ადამიანი, მომყვება. მაგრამ ჩემი კითხვა ცოტა სხვა იყო. ნახე, ემიდიან ადამიანთან, არ გულისხმობ შენთან, ანუ ნებისმიერი ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა ფორმატი არსებობს, ხო? მიდიან ადამიანი და ეუბნებიან, რომ აი გამიკეთე, ხო, რა, გამიკეთე, ანუ იმოქმედე იმის ნებაზე. მინდა რომ ეს კაცი ჩემთან იყოს, მაგალითად, ხო? სიტყვაზე და იმოქმედე. ვინ აგებს ამაზე პასუხს? სასუხარულო ზემოქმედება იყოს ან სხვაზე მოქმედება არ აქვს მნიშვნელობა ვინ აგებს პასუხს ამაზე აგებს შემკვეთი შემკვეთი აგებს პასუხს დიდწილად მაგრამ მოდი უფრო ჩაუღმავდეთ იმისთვის როცა ესთერიკოსთან მაგარ სწორი ტერმინი ჯადოქართან მოდი ხო თქვა ჯადოქარი კი იმიტომ რომ ეზოტერიკას ნუ გავვრევთ ასეთ გაუგებრობაში რა ესთერიკა ძირითადად ეს რაღაცებზე არ მუშაობს აი ჯადოქრობაში არის ეს ტერმინი შენ მიდიხარ ადამიანთან, სპეციალისტთან, რომელსაც იცის როგორ უნდა გააკეთოს ის, რომ აი ეს მამაკაცი იყოს შენი, ხო? შესაბამისად ის გართმევს რაღაცას, გეუბნება, რომ ეს მომსახურება ღირს ათანხა. შესაბამისად ის ატარებს მოქმედებებს, შენ მოდიხარ სახლში და იწყება ბედნიერება. ხო, ელოდები, როდის იქნება ეს მამაკაცი შენი, გასაგებია. ეს მოხდება აუცილებლად, ზემოქმედება იმუშავებს, მაგრამ მე ხდება უკვე გადახდა. იწყება გადახდის მომენტი, სამყარო გეუბნება, რომ შენ დაარღვე 10 კანონი. პირველი კანონი, თავისუფალინება წაართვი ადამიანს. შენთან უნდა მას თავისი ნებით ცხოვრება თუ არ უნდა. ესე იგი შენ უნდა დააკომპენსირო შენით მისი თავისუფალინება. ამიტომ მოგეკრობა ტილივით, იქნება ბავშვით, შენს ნერვებს შეჭამს და ამას გაუძლებ. შენი არჩევანი იყო. მეორე, შენ წაართვი თავისუფალინება, ანუ წაართვი მას გაამუშავების შესაძლებლობა. წარმატების, ხო, რაღაც ნება წაართვი, ყველაფერი სადაც ნება მოქმედებს. დაიწყე მასე ფინანსურად და ზრუნვა მასზე, როგორც შენი მეორე ნახევარი, როგორც იყო ასე შემდეგ. აი აქ სხვათაშორის ხშირია ხოლმე, რომ ესეთი გოგოები, რომელსაც უნდათ დიდარი ბიჭების ხელში ჩაგდება, მე უცებ აღმოჩნდება, რომ აღარ არის. ისიკეთ, იმიტომ რომ ნება დაკარგა იმ ადამიანმა, დაკარგა თავისი მთელი ფინანსური რესურსით, ესეთი უკვე აღარ უნდათ. ეს ხშირად არის ხოლმე ეს თქვა თეორიაში კოლეგებისგან მომისმენია. შემდეგ არის გადასახდელი რა, შენ რადგანაც ბედისწერა შეცვალე და შენი ბედისწერა და მისიც აი ამ დროის ფორმირებისთვის შენ ან შენმა ოჯახის წევრებმა ან შენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ. რომელიმე რესურსის თუ გვარი ძლიერია, თუ ოჯახი ძლიერია, თუ ადამიანი არის შემდგარი და ძლიერი მაშინ რაღაცით დაკომპენსირდება, რაღაც კონკრეტული უნარით, კონკრეტული ქონებით, კონკრეტული ასე ვთქვათ, მიმართულებით, მაგრამ თუ პრობლემატურია ეს ოჯახი, მაშინ წაერთმა სასიცოცხლო რესურსი, ანუ დაიწყებს ადამიანები სიკვდილს, რომ დააბალანსოს ეს ბედისწერი. ანუ გადასახადი განისაზღვრება იმის მიხედვით, რამხელად ცვლილება მოიტანა ამ ყველაფერს. ბედისწერის ხასი. თუ მათ ვაიდე შვილები ეყოლათ ანუ ამ ბავშვებს ხო ბედისწერა ბუნებრივად არ ქონდათ შექმნილი. მათი ბედისწერის ფორმირებაც კი აი ამ ქალბატონს უწევს თავისი საგვარეულო რესურსით. და შესაბამისად გვარი მიდის თვითკვლობაზე.
ასე შეგვიძლია და აქ ბუნებრივად გადავდივართ აი ამ თემაზე, რაზეც მინდოდა შეხება, საგვარეულოზე მოქმედებები ხო ზოგჯერ ხშირად მესმის ეს, ანუ ეს მართლა გადმოდის საგვარეულოზე მოქმედება დავუშვათ ადამიანზე თუ მაშინ სად არის ამ ადამიანის როგორ არის თავისი პირადი კარმა ადამიანის და ის საგვარეულო თემები როგორ ხდება ამის გადაკვეთა? ნუ ადამიანის ცოდვა გადმოვიდა ჩვენს იქიდან. აქედან გამომდინარე საგვარეულო მოქმედებს როგორც სულიერი. მეორე, საგვარეულო როცა ხდება დაავადება ადამიანის დედამიწის მოვლენა, ის ირჩევს იმ საგვარეულო წრეს, რომელიც მისი სულის პროგრამას ყველაზე მეტად შეესაბამება. ანუ ის რაღაცები, რაც ამ გვარს ჭირს, მასაც დასამუშავებელი აქვს. ანუ ვიბრაციულად ერთი დონეა. აქედან გამომდინარე ის, რომ ვიღაცა მოხდა ისეთ საგვარეულოში, რომელშიც არ იმსახურებდა, ეს ტყუილია. იქ მოხდა, სადაც საჭირო. თუ გვარი გვარშივე, თუ გვარი ადამიანისა წრეზე არ დადის და ერთ და იგივე სულებს არ ხშირად არის რომ ერთი და იგივე გვარში იბადება და აი ძველ გვარებს აქვთ ეს სხვათა შორის სამეფო გვარებს აქვთ რომ ერთი და იგივე სულები იბადებიან კი აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სისხლით ფორმირებული სიკეთე და ნეგატივიც ყველაფერი გადადის გვარს ნაწილდება იმის მიხედვით ვის აქვს რესურსი ამის აღების რამდენად დავუშვათ შენი პოზიციები და რამდენად შეიძლება ამაში ჩარევა და რამდენად შენ შეგიძლია დავუშვათ რომ დაიხმარო ამ შემთხვევაში ადამიანს გამოსწორება როგორ არის იცით აუცილებელი არის ამის გამოსწორება უბრალოდ კითხვა ჩდება შემდეგნაირი რომ რას ვასწორებთ ხო ვასწორებთ იმას რომ ადამიანს აქვს გადასახადი რაღაც საგვარეულო ნეგატივი იმ ხალის გამრობამაც კაც მოისწრდა და ბავშვი გაუჩნდა ბავშვი არის და ეხლა ეს გვარი უნდა გავასწოროთ ანუ დამატებითი რესურსები უნდა მოვიზიდოთ რომ რამენაირად ბავშვი არ გარდაიცვალოს მძიმე სენიდან ასე შემდეგ ხო ეს აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი ამას ვერაფერს ვერ ვუზავთ მაგრამ მან რომ არ გადაიხადოს მხოლოდ გადავანაწილებთ მთელს გვარზე აქედან გამომდინარე გამოდის ის რომ ბევრში გადანაწილებული ნეგატივი უფრო ცოტად შეიმჩნევა. ყველა ცუდა თავად ცოტად. ყველას ვირუსი. ეს თანახმა იქნებიან და ჩემი წევრები? აი აქ თანახმობა არ არის, იმიტომ რომ ამას მოიხმობენ ხოლმე წინაპრებს, გარდაცვლილთა სულებს და ძალებს და ეუბნებიან რომ აი ამ ადამიანს ჭირდება დახმარება და თქვენ თვითონ იმსჯერეთ როგორ მოგვარდეს ეს ყველაფერი და გადანაწილდეს. მაგრამ არსებობს საგვარეულო ისეთი მიმართულებები, რომელსაც ერთი სიცოცხლეც არ ყოფნის რომ გამოსწორდეს. და ხშირად ამისთვის მოდის ესეთი გვარს აქვს თვით გაწმენდის უნარი. უბრალოდ მისი მეთოდები არ არის ჰუმანური. ხო, ძირითადად ესე აკეთებს ხოლმე რაღაც 60 თაობაში ერთხელ დაიბადება ბავშვი, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ ნეგატივს, თავისი გარდაცვალებით ან თავის ჯანმრთელობის პრობლემებით და ასე შემდეგ გვარს აზღვევინებს აი ამ ნეგატივს და გავხსნით. ხო, მე პირადად დავეჯახე მაგ თემას ძალიან სერიოზულად, ანუ პრაქტიკიდან. აი ეს რო არ მოხდეს, ამისთვის არის ეზოთერული მაგიური უფრო მოდი ეს დავთქვათ. აქ არის კანონიკური სწორი მოქმედებები საჭირო იმისთვის, რომ ამ პრობლემიდან ადვოკატის როლს ასრულებს ამ შემთხვევაში ეზოთერიკოსი ძალასა და ადამიანებს შორის. მაშინ ასეთი კითხვა მაქვს, აი მოვიდა შენთან ადამიანი და ნუ პრინციპში დაიწყე ადამიანთან მუშაობა, საკმარისი არის თუ არა მარტო შენი ჩარევა და არის თუ არა საჭირო ამ ადამიანის ცნობიერების ამაღლება და ამ ადამიანის ცნობიერად მონაწილეობა. თუ ეს ასეთი მექანიკური შენ რაღაცა ენერგიები გადაადგილე, გადმოადგილე და ეს ადამიანი უბრალოდ რაღაცას ასწორებს. თუ საჭიროა ეს ცნობიერების ამაღლება უნდა საჭიროა რომ ამახვილდეს იმისთვის კი არა რომ შედეგი დადგეს იმისთვის რომ შედეგი შენარჩუნდეს რა თქმა უნდა კი შედეგი შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანის ცნობიერებაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინო ოღონდ იცით როგორ რაღაცა უცნაური რომ ამას თვითონ ითხოვენ მე ჩემი პრაქტიკა როგორ არის რომ ადამიანები რომელსაც მსგავსებები ქონიათ მეკითხებიან რა წავიკითხო რა ვისწავლო რა შევიმეცნო თვითონ იწყებენ უკვე გამონთავისუფლებული რესურსს რო განვითარდნენ მაგრამ ყოველთვის ეს რა თქმა უნდა ესე არ არის და იგივე წარმატებასაც როცა იზიდავს ადამიანი ფინანსურ კეთილდღეობას რაღაც დონეზე
იზიდავს, იძლევა მას, რადგან უნარები, თვისებები, ცნობიერება ვერ გამოიმუშავა ფულის შენარჩუნებისა, ისევ კარგავს. მე დამოკიდებულია მაგზე, რომ ყოველი წლის ბოლოს ის გავაქტიურებს რაღაც წილისმა სანამ ხო, მაგრამ რამდენად სწორია ეხლა ამის ხო ეს ვალია, ამას სხვა გადაიხდის. ხო, ეს ვალია, ხო, ყველაფერი არის, ყველაფერში უნდა ხო, ეს არის ვალი, ხო, ეს უნდა ეს რას ალომბარდებ? ეს და ხო. ხო, აი რომ დავაჯამოთ ეს ჩვენი პირველი გადაცემა რთული თემა და კიდე ჩვენ გავაგრძელებთ ამას. ესები უნდა იცოდე რომ რაღაცა. ანუ რომ დავაჯამოთ ასეთი კითხვა, რა მომენტში ადამიანის თავისუფალი ნება ხდება უფრო ძლიერი დაუშვათ აი ამ მაგიურ ნეგატიურ გავლენას. პრინციპში ამაზე კი ვილაპარაკეთ უკვე, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა რომ აი როგორ თავისი რამდენად ძლიერი უნდა იყოს ადამიანი, რომ ანულირება მოხდეს აი ამ პროგრამის. პირველ რიგში დავიწყოთ აი ეს თემა დავასრულოთ, რომ ჯადოქარი, რომელიც ამ მოქმედებას აკეთებს, მან შეიძლება არ გითხრას, რა მოყვება ამ ყველაფერს. არა იმიტომ, რომ მან დამალა. შეიძლება არც იცის. არც იცის, ხო. და ძირითად შემთხვევაში ეს არის ხოლმე, აი ჩემთან სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის ჯადოქრები, როცა მოდიან ხოლმე დაზბიზურების გასაწმენდად და ასე შემდეგ, მეუბნები, შენ იცოდი აი ამას, რომ ის მოყვებოდა. არ იცის, მაგრამ მას მიეცა ძალა, რომ ეს გააკეთოს. ნახეთ, ამიტომაც პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩაეძიოთ ვისთანაც არ უნდა მიხვალთ, უნდა აიღოთ მისგან ნაწილი, ესე ვთქვათ, გარჩევს. ამას რა მოყვება, აი ეს რა ამას რა შედეგი ჩაეძიო უნდა ბოლომდე. მისი პროფესიონალიზმი უნდა შეამოწმო, იმიტომ რომ შენ გარდა იმისა, რომ შენ საცოცხლო ენერგიას ანდობ, შენს მომავალს ანდობ, შენ შეიძლება მისი შეცდომით დიდი პრობლემა შეუქმნა საკუთარ თავს. საკუთარ თავს. ის არ დაისჯება ამის გამო. იმიტომ რომ ის სწავლობს და თუ ის სწავლობს, კიდევ უფრო არ დაისჯება. იმიტომ რომ ხო იცი, ლაბორანტს ეპატიება. კი, მაგრამ ეხა მე ვიცი რეალური ცხოვრებიდან შემთხვევები, როცა ადამიანი, რომელიც ამ თემებში იყო, არ ვიცი, ალბათ არააკურატულად იყო, არ ვიცი, მე დასჯილა. ისჯება როდის? როცა სწავლობს მაშინ არა, როცა უკვე ამას პრაქტიკაში იწყებს გამოყენებას არ სწორად. ხო, პრაქტიკაში არასწორად, კი. პრაქტიკაში არასწორად. ისჯებიან ძირითადად, აი პირველ რიგში ისჯება, როცა პირობას იძლევა ჯადოქარი. თუ ჯადოქარი ამას რომ 100%-იან გარანტიას გაძლევ, რომ ამ შედეგს მოგცემ, შედეგი არ და თავისი მთელი რესურსით აგებს პასუხს. თუ ამბობს რომ ამის გადასახდა, აი თუ თვითონ მიტყუება ჯადოქარი. აი მისთვის უფრო მარტივია დამალოს და არ თქვას, ვიდრე თქვას. რომ ნათქვამი უკვე ნიშნავს რაღაც პირობის მდგომარეობას და ეს თერულად ისჯება. ზოგადად ესეა რომ ჯადოქარი ვერასდროს ვერ შეერგებს იმ შედეგს, რომელიც არაკეთილს სინდისიერად მოიპოვა. იმიტომ რომ აქ პირველი კანონი არის, რომ სამართლიანობისა და სიმართლის პრინციპი უნდა იყოს დაცული მაშინაც კი, როცა მეფეს კლავს. გასაგებია. კარგი ანზორი, მე მგონი დღეისთვის ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდე, ჩვენ გავაგრძელებთ ამას, კიდე მაქვს საინტერესო თემები შენთვის და ამით დაგემშვიდობებით, მეგობრებო. გაიხარეთ, ნადლობა მოწვევისთვის.